მამა ლაზარე მე ძალიან როგორც პოეტს გულში მოვხვდა თქვენი ფიცი ქალბატონი კლავდია სამხარაძე და თქვენ ორივე იყავით ჯუნგელ ლეჟავას აკადემიის წევრები. ეს იშვიათია, მაგრამ ეს იშვიათობა მოხდა ჯუნგელ ლეჟავას სულშიც, როცა მან 9 წელიწადი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო, ვინც მოყარეს არეძებს, იგი თავის ამ მტერია და მან სიკვდილი დაამარცხა და იმის შემდეგ 14 წელი გახდა გინესელი. მე ბედნიერი ვარ, რომ მან სიცოცხლეში თავისი ხედვით ჩემში დაინახა ის ქალბატონი, ის ქართველი ქალი, რომ მის სახელობის აკადემიის გაუძღვებოდა. რა თქმა უნდა, უკვე 16 წელიწადია აქ ამყავს თითქმის აკადემიის ძალიან ღირსეული შვილები, აგერ ბატონი გელა ლარიაშვილი, აგერ ჩემი ნიკოლოზი, აგერ ქალბატონის სულიკო, რომელიც 24 საათი თითქმის ერთადერთი როგორც მეგობრები. აქ არის გმირის დედა, ბანო ნადირაძის დედა, ანა მაღრაძე, მისი მეუღლე რამხელაზე დიდი სიყვარული გააკეთა ფიცმა, რომ ესენი აქ წამოვიდნენ. აი ეს ის ფიცია, როცა ქალბატონმა კლავდიამ და თქვენ ერთმანეთთან ფიცი დადეთ, რომელიც გაადრე გარდაიცვლებოდა. ეს თქვენი წყაროებიდან ვიცი, რომ ასე მოხდა. უნდა გამხდარიყო ის დედათა მონასტერი ან მამათა მონასტერი. რადგან ქალბატონი კლავდია უკვე ცათა სასუფეველშია და უფალთან არის, დღეს მამათა მონასტერია და თქვენ აღიკვეცეთ ბერად. აქამდე თქვენ იყავით ჩვენი აკადემიის წევრი, როგორც ბახვა სამხარაძე. აქ ამყავს ჩოხოსანი, უფრო სწორად ლიდერი რუსთავისა, ეს არის ნიკოლოზ გოდერძიშვილი და ეს წიგნი მისი ხელით მინდა რომ გადმოგეცეს თქვენ. რამე თუ მომავალმა რამე თუ მეც ყოფილი ჩოხოსანი რამე თუ თქვენ ხარდა აქედან გამომდინარე მე მოვიყვანი ატარა მეცლები, ატარა გოგონები, რომლებიც გაგაოცებენ თავიანთი შემოქმედებით და რაც შეეხება ქალბატონ სულიკოს, გუშინ იყო ჯუნგერის საფლავზე, დატოვა სანთლები, დატოვა ყვავილები, დატოვა ძალიან ბევრი მოკითხვები ჯუნგერისთან და მან შეასრულა ის მოვალეობა, რაც დღეს ჩვენ აკადემიის წევრებს იქ უნდა გაგვეკეთებია. დღეს ჩვენ აქ ვართ ცალოცავად, აქ ვართ ძმები და აქ ვართ ძალიან დიდი სიყვარული. აკადემიის წევრებო, დღეს 23 ივლისია.
ჯუმბელ დეჟავას დაბადების დღე. დიდი მადლობა უნდა გადაუხადო ქალბატონ სულიკო თავბერიძეს, რომელიც არის პროფესორი გუშინი და დიდუბის პანთეონში აამთო სამთლები დატოვა ყვავილები დღევანდელი დღის აღსანიშნავად. ატარებო, თქვენი უყოფებით ეხლა იმ ოთახში, სადაც ბატონ ჯუმბელი დეჟავა ისვენებდა ხოლმე. ბატონი ჯუმბელი მოგზაური იყო, თქვენ ახლა ჯერ პატარები ხართ და შეიძლება არ იცოდეთ, მოკლა ინფორმაციას გეტყვით, მას ძალიან უყვარდა ბავშვები. თითქმის ბავშვები ცოცხლობდა. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ თქვენ წამომიყვანით დღეს აქ და მის სულს გაეგონა თქვენი ჭიქჭიქი, რომ აი ასეთი ნიჭიერი მომავალი თაობა იზრდება საქართველოში. ის საქართველოთი ცოცხლობდა, ის საქართველოთი არსებობდა და ის საქართველოსთვის მოკლა. სოფლიო, შენ ჯერ ფიქრით დაიბღრე. მერე წახვედი იარე ფეხით. მოგზაურობა როცა დაიწყე, უკვე იცოდი მგზავრობის ხერხი. გზა დაგილოცა ქალაქ რუსთავმა. ჟურშარტავა მუკვდავმა გმირმა. ისტორიული საქმე ითავა უერთგულესმა სამშობლოს შვილმა. შენ რუსთველის სტროფებით ხელში მსოფლიოს ირგვლივ ღვთისმადლს საკმევდი. რა დიდი ძალა ცხოვრობდა შენში. გინეს ისაყვას როცა არ წერდი. გაიხარეთ და 9 წლის შემდეგ ამცნეს ქვეყანას. ჩამოხვედი და ერმა იხარა. ძლიერ სიკვდილი გადაგეყარა, მას შემდეგ წვიმს და აღარც იდარა. ისე ვიმატა ზევდისფერმა და გამახსენდა ფერისვალება. ჩვენ ფიცი დავდეთ შენმა წევრებმა. საქმე არასდროს გარდაიცვლება. 18 ტომი ჩქარა გამოვა. 38 ცათინათია. შენი არ ყოფნით. ლექსად დათოვა. დღეს ლექსმა შენთვის ღამე 10-ია. სიყვარულს სუნდქავს საყდრის კედლები. სურამის ციხეს გავსეს დიდი გრძნობა. თუ გიყვარს, გახსოვს, არ დაბერდები. სიყვარულია ფიცი და დობა. გული დიდია, არა პატარა. სიცოცხლე გულით ცოცხლობს და არ ჩერდება. თუ სიყვარულმა გამოგაყარა გული, არასდროს არ დაბერდება. კლავდიასა და ბახვას ღვთის გრძნობა. ყაყა ჩოსავით ლამაზი არის. ესა ფიცის ის დიდი ნდობა. არის ზომება. არა სხვა. რამადანი ლექსი გიძღვენით მაგარა სიტყვა ვერ ავთქვით შენი საკები ფერფერებოდი ჩენჭის და გრას ლავბევრი და ქჩა ისევ სათხმე She's done agros, Lauberi dapcha suicide. Sheni saheli sukudaebisui, Sitotris mavot itzkanatsuale, Konavat viberdole pidebistui. She
ვიზვადავდე და რა მოგვსვით ჩვენი სიგა რამადენი ლექსი გიძღვენით მაგრამ სიტყვა ვერ ავთვით შენი საკები ეფერემოდით შენ სჭისთან მაგრამ კვლავ ბევრი დაგვერჩა ისევ საქმე კვლავ ბევრი დაგვერჩა ისევ საქმე შემომეფეთა ალპებში ულამაზესი ასული იქით ლომისა მოჩანდა გადაგვეშალა წარსული ზღვა იყო უკიდეგანო ყვაოდა ირგვლივ ყოილი ხევის შვილების მომრთველი ბარის არ იყო დობილი ვეროდის წარმოვიდგენდი გავშეშდი წამიერ არ გავცვლი მე ჩემ სამშობლოს მის დამწერს მრავალ ჟამიერ სალიკლდები მეფურად დგანან არწივის ბუდედა იქით გერგეთი მფარველობს ვერვინ გახედავს მრუდედა აქეთ ლომისის სალოცავს აუ რა მადლი ჰქონია ამგვარი ძალის მოცემა მე არსად გამიგონია გოგო ვიხილე წერწეთ კისერზე ჯაჭვი ებნია ღვარად გადმოსდის რემლები თავადის ქალის სეხნია ზოგისთვის მძიმე საოცრად ზოგსაც გიშერი ეხვია იწონებაო წოდვები აქ არასჭრი და ხერხია რკინის ქალამნებს შევეხე მეტავ რახელმა აკეთა დრომ ვერაფერი დააკლო დარჩა წარსული სარკეთა გახსენი პირი მიწისა იქ წვანან გმირი მამები ბორგავენ ვერისვენებენ იქაც გვერდით აქვთ აბჯრები მათ გულზე ხარობს გვირილა ულამაზესი სპეტაკი ვინაც ღალატი გაივლოს ეხუროს ქალის ლეჩაკი ჯერ ყველას გილოცავთ რომ ასეთი ერთსულოვნება ამ დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოამდინეთ და მე პირადად გიხდით იმიტომ რომ გულნაზმა ჩამომაკლო წლები და მე თქვენ შორის ყველაზე უხუცესი ვარ და ჩემს სიტყვას განსაკუთრებული ფასი აქვს. მე იმ ბედნიერ ადამიანთა რიგებს შორის ვარ, რომელსაც განგებამ ბატონ ჯუმბერ ლეჟავასთან მეგობრობა არ გუნა წილად. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჯუმბერის მეგობრებს შორის გამოვარჩევთ და გამორჩეული ურთიერთობა ჩემს მეუღლესაც ჰქონდა ბახვა სამხარაძესთან. მეც მალევე გავიცანი ბატონი ბახვა, მისი ოჯახი, შესანიშნავი ოჯახი და დღემდე მეგობრობთ. დღეს უკვე შვილიშვილებთანაც მეგობრობ, ხო ბატონო ბახვა? დიდი სიყვარულით მინდა გავიხსენო ის ბედნიერი დღეები, წუთები, რომელიც ამ ეზოში და ამ სახლში გაგვიტარებია ჯუმბერთან ერთად, ჩემს გარდაცვლილ 1 წლის გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად. მაშინ პირადად გავიცანი ბატონი ბახვას ოჯახი და როგორი მასპინძლობა გაგვიწიეს, არასოდეს არ დამოვიწყდება ერთ ახალ წელს ბუხართან შესანიშნავი ღონისძიება. და უდიდესი მადლობა თუნდაც იმისთვის, რომ აი ახლა ჩვენ რომელ სახლშიც ვართ, ეს სახლი ბატონი ბახვას წყალობით, ბატონი ჯუმბერი აქ ისვენებდა, აქ ჩამოდიოდა და ზაფხულის რამდენიმე დღეს აქ ატარებდა. შემოგიცვამთ როგორც მყინვარს და მასრები ლომგურ კერძზე ლვარებენ, ფაფანაკი გულს გინათებთ ზესავით და ქარქაშებში სატევრები მღელვარებენ. უფლისაგან თქვენ ღვთიური მადლი გმოსავთ, განსაცდელში ანგელოზი დაგიფარავთ, საქართველოს სიყვარულში თავგანწირვით, უფლისაგან ბილიკები განყველავთ. ბედაურებს მიაგელოთ ციხე კოშკთან, კლდაზე იფრენთ როგორც მთებში აწივები, სიცოცხლესაც გაწირავდით ქრისტესათვის, მამულისთვის, სანთელივით დაიწვევით. ჩოხოსანთა მხედრობაში მანდილოსნებს, ღვთისმშობელი მარიამის მადლი გმოსავთ, უტეხი გაქვთ სული როგორც თამარ მეფის. საქართველოს სიყვარულში ღმერთი გლოცავთ,
მომავალი ჩოხოსნები წიწრთობიან, როგორც ხმლები სახელოვან გვირებისა, ალგეთს უკვე დაიზარდნენ გლისლეყები, გორდას ყვალი ამჩნევია თათებისა. შავი ჩოხა შემოგიცვამთ როგორც ნისლი და მასრები ლომგულ კერძზე ელვარებენ, ფაფანაკი გულს გინათებს ზესავით და ქარქაშებში სატევრები მღელვარებენ. ჩოხოსნების დასის ხიბლო, ჩოხოსნების რაიდო, თქვენი კეთილი კაცობა მთელ დუნიან გაიგო. წარსული რომ შევიცანი, გულისევ და მამივსო, თქვენი გულის წუხილი მინდა გავითავისო. ერთგულების ეტალონო, არ გამტეხო ფიცისა, თქვენი ლამაზი მეუღლე წილი გახდა მიწისა, შეუსრულეთ ის პირობა. რაცა თქმულა ერთობით, სიყვარული დაამტკიცე კაცობით და ღმერთობით, უძეჭერი და გელოცოთ, შვილიშვილთან ამრავლი, გაგიყაროს, გიდღეგრძელოს ღმერთმა შთამო მავალი, ვიცი თქვენი წარსულიდან, გულის ტრამვაც ქონია, შვილზე დარდი მძიმი არის, მწარედ მოსაგონია, ძმაო, ვიცი მაგის მეტი, რაღა გადამხდენია, მაგრამ უნდა გაუმაგდეთ ძნელად მოსათმენია. დღეს უდიდესი ადამიანის, დიდი მოღვაწის, დიდი შემოქმედის, მსოფლიო ადამიანის ჯუმბერ ლეჟავას დაბადების დღე არის, რომელმაც დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა ჩვენ ქართველებს, დაუტოვა მის ოჯახს, დაუტოვა ჯუმბერ ლეჟავას აკადემიას, რომელიც დღემდე მოღვაწეობს მისი სახელით და მრავალი ათასი ტომი გამოსცა ანთოლოგიის ჟურნალი ათინათის და წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას. დღეს ვიმყოფებით მის მეგობართან, ასევე უდიდეს პიროვნებასთან, ბახვა სამხარაძესთან, რომელიც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ბატონ ჯუმბერ ლეჟავას და ძალიან სასიამოვნო სიტუაცია არის. აქ ჩამოსული არიან აკადემიის წევრები, მოღვაწეები, პოეტები, მწერლები. ჯუმბერ ვინც კარგად იცნობდა, ცოცხლად კარგად იცნობდა თავად ჯუმბერ ლეჟავას და არ ვიცი, ალბათ მთელი საუკუნეებს დარჩება ჯუმბერ ლეჟავას სახელი. მან ანუ მოიპოვა ისეთი სახელი და დატოვა ისეთი სახელი, რომ საუკუნეებს ეყოფა მის მოსაგონებლად და ასევე სამაგალითო არის ყველა თაობისთვის. ჯუმბერ ლეჟავა გახდება სამაგალითო ყველა თაობისთვის. ჩემო ძვირფასებო, ავთოვანება შეიძლება ყველა საკში მოუვიდეს ადამიანს, მაგრამ როცა ხანდაზმულია, უფრო ხაზი ესმება იმ დიდ ისტორიას, რომელიც გამოიარეს ჩემმა ძმებმა. ეს არის ჩემი ყოფილი ბახვა ბერი ლაზარე და ეს არის დიდი მსოფლიო მნიშვნელობის პიროვნება ჯუმბერ ლეჟავა. აი მათზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, წერა, მოგონებები, ყველაფერი, მაგრამ დღეს ვიმყოფებით იმ სამოთხეში, რომელიც ჩემმა ბახვამ თავის შვილებს, შვილიშვილებს, თავისი მეუღლის სიყვარულს დაუტოვა და აი ასეთ რამეს საქართველოში თუ ვინმე ნახავს, მე არ ვიცი, გავაცებული ვარ. ვიცნობ გურიასაც, იმერეთსაც, ყველა კუთხეს, კახეს, ყველას, მაგრამ ასეთი რამ, ასე მოვლილი, ასე გულით, სულით და პატარა ედენს უწოდებ მის მიერ პატარა წიგნში, რომელიც ჩემი მოგონებაც არის, ახლა რომელიც ქალბატონმა გულნაზ ხარაიშვილმა გაუკეთა ძმებს. მე მინდა ბედნიერება უსურვო სრულიად საქართველოს და ჩემ ასაკში 80 წელს მიღწეული ბაბუარო ასე აღფრთოვანდება ჩემზე ხანდაზმულებმა და ჩემზე ახალგაზრდებმა გაიხარეთ, იცოცხლეთ, იდღეგრძელეთ, იხარეთ ამ სამოთხით, რომელიც ღმერთმა მისცა ქართველ ხალხს და ამ სამოთხეში გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა დალოცოს დღევანდელი დღე. მინდა დღეს მოვიფერო ჯუმბერ ლეჟავას სულს. დღეს ჩვენ მის დაბადების დღეზე ვართ შეკრებილი მისი აკადემიის წევრები, სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები, რათა პატივი მივაგოთ მის სულს. დღევანდელი დღე ძალიან მშვენიერი და ლამაზი დღეა, მარტო იმიტომ არა, რომ დღეს აქ ვართ, საერთოდ ამ ძვირფასი ადამიანის გახსენებასთან დაკავშირებით. მინდა მადლობა გადავუხადო კიდე აკადემიის პრეზიდენტს გულნაზ ხარაიშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი შესანიშნავი ღონისძიება მოაწყო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით.
რაც შემიძლია კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით ასეთი ლამაზი და მშვენიერი საზოგადოების ხილვით და ამ თბილი გარემოთი. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ გულნას, რომ დღევანდელი დღე შედგა ეს დიდებული დღე, რომელიც ეკუთვნის ბატონ ჯუმბერ ლეჟავას. ეს იყო ქართველი ჩვენი საამაყო მამულიშვილი და მიამაყება მით უფრო არის იმერელი და იმერელი გახლავართ მეც. ბატონი ჯუმბერი ნამდვილად ქებათაკების ღირსია და დარჩება ყოველთვის ქართველი ერის გულში. ეს დიდი და დიდებული ადამიანი, რომელმაც გააკეთა ისეთი სვლა, რომელიც ჯერ ალბათ არავის არ გაუკეთებია მსგავსი. ნათელში იყოს მისი სული. მადლობა მინდა გადაუხადო ამ დიდებულ ბატონს, ეს რომ ნამდვილად ბრწყინვალე ადამიანია, ეტყობა დღეს აქაურობას, რასაც ვხედავთ. ეს ყველაფერი ამ ბატონის დამსახურება არის და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქართველი ხალხის სამსახურში. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში წასულ ბატონ ჯუმბერ ლეჟავას იმისათვის, რომ შექმნა ეს აკადემია და ამდენი უცნობი ყველა კუთხის ადამიანები ერთმანეთს დაგვაკავშირა. სასიამოვნოდ ბედნიერი ვარ დღევანდელ დღეს, რომ მე მოვედი იმ კუთხეში, სადაც ის თავის გარკვეულ ლამაზ წუთებს ატარებდა, სადაც მუშაობდა, სადაც დროს ატარებდა. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მამა ლაზარეს იმისათვის, რომ მან თავისი დიდი სიყვარულით არა მარტო მეუღლისადმი, არამედ თავისი დიდი მეგობრისადმი ასეთი ძვირფასი კერა გააკეთა, ასეთი ძვირფასი საზოგადოება ჩამოყალიბა და ჩვენ მიგვიღო როგორც სტუმრები. მადლობა ქალბატონ გულნაზი ხარაიშვილს დღევანდელი დღისთვის, რომ მოგვიწია არაჩვეულებრივი საზოგადოება და დღეს ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეა. ბატონ ჯუმბერ ლეჟავას ირგული უნდა ვისაუბროთ. ბედნიერი ვარო დღეს მის ამ ღონისძიებაზე მეც მონაწილეობ, რაც შეეხება მის მოღვაწეობას ამ ულამაზეს მხარეში. ვიტყვი იმას, რომ ფასდაუდებელია მისი მოღვაწეობა და მოგზაურობა, მართლა ისტორიულია მისი გახსენება და რა თქმა უნდა საზოგადოება არასდროს არ დაიწყეს მის ხსოვნას და ყოველთვის პატივს მიაგებს. ჩვენ ქვეყანა არ არის განიბიურებული ზოგადად გინესის რეკორდსმენებით. ჩვენ ორი რეკორდსმენი ყავს გინესის, თუ ასე თემურ ყვითელაშვილი, ჩვენი უძვირფასესი გიტარისტი და დიდი ადამიანი, დიდი კაცი ჯუმბერ ლეჟავა, რომლის დაბადების დღე არის დღეს და მე ვთვლი, რომ საქართველოს ესეთი კაცი, მართლა გმირი კაცი, რომ ყავს და დღეს მივიწყებული არ არის, იმიტომ რომ მის სახელობის აკადემია შექმნა ქალბატონ გულნას ხარაიშვილმა და აი ამ აკადემიით გააცოცხლა, აცოცხლებს ამ ადამიანის ხსოვნას. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დამადასტურებელი იყო ამ ყველაფრისა იმ არაჩვეულებრივ გარემოში, სადაც ჩვენ ზესტაფონის რაიონში ხარაგაული არის, ზესტაფონი განთიადი არაჩვეულებრივი სახლი, ბახვა სამხარაძის მამა ლაზარე უკვე 64 მართლა 64 წელი გაკეთებული სახლი, სადაც გარკვეულ პერიოდს ბატონი ჯუმბერი ატარებდა. იმ წიგნის წარდგენა იყო მისი მეგობრისა, ბატონი ჯუმბერის მეგობრის ბახვა სამხარაძისა, მამა ლაზარესი და ჩვენ ქონდა პატივი აი ამ გარემოში ყოფილიყავით, სადაც ჯუმბერი ლეჟავა ცხოვრობდა, გარკვეულ პერიოდს ატარებდა და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, ეს ძალიან დიდებული ადამიანი. სოვნა იყოს მისი, მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ გულნას ხარაიშვილს მისი ხსოვნის, არა მარტო მისი ხსოვნის უკდავსაყოფისთვის, არამედ რასაც ის ზოგადად აკეთებს მთლიანობაში, ამ დიდი ღვაწლისთვის, დიდი მოღვაწეობისთვის, აი ამ დიდი საგამომცემლო საქმიანობისთვის, წიგნებისთვის, იმ ადამიანების სიყვარულისთვის, ასე გარსում შემოიკრიბა და ამ ლეჟავას აკადემიის წევრებად აქცია ადამიანები და რა თქმა უნდა, თითოეული ამ აკადემიის წევრისთვის ჯუმბერ ლეჟავა უკვე ძვირფასი ადამიანია და ესეც მნიშვნელოვანია თუნდაც ამით, რომ ამ ადამიანებში მაინც სულ იქნება ჯუმბერ ლეჟავას ხსოვნა. ეს აკადემია დაარსების მონაწილე და შემსწრე თვითონ მე ვარ.
როგორც დაარსდა ბატონმა ჯუმბერიმ დაარსა ეს იმ პოეტებისთვის, იმ საზოგადო მოღვაწეებისთვის, რომლებიც არ ჩანდნენ ფართო საზოგადოებაში და გასახანი მისცა, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოევლინათ. ქალბატონი გულნაზი რაღაც არაჩვეულებრივად ართმევს ამას ყველაფერს თავს და აკადემია წარმატებით ეწევა ქართულ სულიერებაში თავისი წვლილი შეაქვს. ბატონი ჯუმბი დღეს არის ბატონ ჯუმბა ლეჟავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა მის საყვარელ აქ ერთ-ერთ ადგილას, მეგობრის ოჯახში. ისა მამაო ლაზარე, როგორც ესე ვთქვით, მისი მეგობარი იყო და აქ ჩატარდა მისი ღონისძიება და რამოდენიმე სიტყვა მინდა თქვა, გარდა იმისა, რომ ის უდიდესი ადამიანია და ძალიან ბევრი წვლილი აქვს შეტანილი საერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში და მეცნიერებაში, კულტურაში, ყველაფერში. ძალიან მე ხაზი მინდა გავუსწრო, უბრალო ადამიანი. აი ეს სულიად პატარა ბავშვით, რაღაც გულჩვილი, თბილი, საყვარელი ადამიანი და მის საქმეებზე ხო საერთოდ მთელი ქვეყანა საუბრობს. მან ქართული სულის სიძლიერე დაანახა მთელ მსოფლიოს და მსოფლიო ადამიანის სახელი დაიმკვიდრა. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი წარმატება არის და დიდი სახელია ქართველებისთვის და გვასახელა როგორც ბევრმა ჩვენმა წინაპარმა და ამ შესანიშნავ ადგილას მოიხსენია ბატონ ჯუმბერის ნათელში იყოს მისი სული და ჩვენს აკადემიას და მისწევეს გაეგრძელებინოს მისი საქმე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ზესტაფონის სოფელ განთიადში, სადაც აღნიშნეთ ჯუმბერ ლეჟავას დაბადებიდან. დღეს იყო ჯუმბერ ლეჟავას დაბადების დღე და მისი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემია გადაწყვიტა, რომ ეს დღე იმ სოფელში აღნიშნდა, სადაც ჯუმბერ ლეჟავა მოღვაწეობდა და ცხოვრობდა მისი სიცოცხლის ბოლო წლებში. ჩვენი მასპინძელი იყო ძალიან არაჩვეულებრივი ადამიანი, ბატონი ბახვა სამხარაჯე, რომელიც დღეს უკვე მამა ლაზარია და რომელმაც გამოსცა იყო მისი წიგნის წარდგენა, რომელიც მისი მეუღლის ხსოვნას მიეძღვნა. მე ძალიან მხარული ვარ, როდესაც ჯუმბერ ლეჟავას აკადემია ასეთ გასვლით გრანდიოზულ ღონისძიებებს აწყობს. ეს ღონისძიება თქმა უნდა ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილის იდეა იყო და მან დღევანდელ დღეს ეს წარმატებით განახორციელა და მადლობა მას ამ ლამაზი იდეისთვის. ამ ლამაზ და სასიამოვნო საღამოზე დაგვპატიჟა ქალბატონა გულნაზი და მომეწონა ყველაზე მეტად, რომ გავიცანი თითოეული პოეტი კარგად. მასთან გადავიღე ფოტოები, ლექსები წავიკითხეთ, ვიმღერეთ და ძალიან მოგვეწონა ეს საღამო და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა ამ საღამომ. მეც ასე მომეწონა, რომ კარგად გავიცანი პოეტები და კარგად წავიკითხეთ ლექსები. ადამიანის დაბადების დღეა ისეთი ადამიანის, რომელმაც თვითონ მოზარდს პატარას უნდა დაანახოს, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. მთავარია ნების ყოფა, გაძლება, გამძლეობა და საკუთარი თავის პოვნა იმ საზოგადოებაში, რომელშიც სურს მას დამკვიდრება. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ღონისძიებაზე ამ ოჯახის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემიის წევრი შემოქმედება მოვისმინეთ დღეს. მნიშვნელოვან ადამიანებს შევხვდი, მათი შემოქმედება გავეცანი და კიდევ ერთხელ მადლობა ჩემ პატარებს, რომ მე ეს ღონისძიება მაჩვენეს დღეს. უღრმესი მადლობა დეგულნას ხარაიშვილს, რომელმაც მომიწვია დღევანდელ დღეს და ვიმყოფები სამოთხეში რაღაც საოცარ ადგილას. პირველად ვარ მე ამ ადგილასა და ეს ყოფილა სახლი, სადაც ისვენებდა ბატონი ჯუმბერ ლეჟავა. დღეს მისი დაბადების დღე გახლავთ, შეუსრულდა 88 წელი. ნათელსი იყოს დიდი ადამიანია, მასზე ბევრი დაიწერება, ბევრი ითქმება, ჯერ კიდევ შეუსავლელი არის მისი პიროვნება, მისი ფენომენი საერთოდ და უღრმესი მადლობა დეგულნას ხარაიშვილს, მადლობა თქვენ. ნუ ჯუმბერი სამწუხაროდ გავიცანი იმის შემდეგ, რომ ჩამოვიდა მოგზაურობიდან და იმის მერე
ძალიან ახლო ურთიერთობა დაგვიყვარდა ერთმანეთთან. და ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე აქ სოფელში ჩემთან. მაგას უხდებოდა მოძრაობა ახლა დასავლეთ აღმოსავლეთში რეკციას ატარებდა სხვა დაწესებულებებში და ხშირად უხდებოდა ღამე წამოსვლა უკან და აქ ღამეს ათავებდა ჩემთან და ყოველთვის უნდოდა მამისეულ სახლში არჩევდა ხოლმე დარჩენას და იყო შემთხვევები როდესაც ღამე მომადგებოდა 2 საათზე 3 საათზე და მე იქით სახლში დავწოდები მე და ჩემი ცოლი გაგვაღვიძებდა გამოვიდოდი გავუღებდით და ბოლოს ავდექი და გასაღები ჩავაბარე ჭიშკრისაც და სახლისაც მოვიდოდა ისე ხანდახან რომ ჩვენ ვერ დგებულობთ მოვიდოდა შევიდოდა დაიძინებდა და ისე წავიდოდა დილას ადრე ისე რომ წერილს დატოვებდა რომ ვიყავი წუხელი და გავედი ამ დროს ასეთი ხშირად ხდებოდა ხოლმე რაგბი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ეს იყო 2013 წელი თუ 14 წელი არ ვიცი მაშინ რუსები თამაშობდით ნეიტრალურ გეწოდინებენ ერთი მაშინ უკრაინაში ავატარეთ და მეორე თურქეთში ტრაპიზონში და წავედით აქედან მანქანით მე ჯუმბერი და ჯუმბერ მაღლაკელიძე ეს სამი ისე ძალიან შეწყობილი ვიყავი და ძალიან ერთად ვიყავით ხშირად იმიტომ რომ ჯუმბერი მაღლაკელიძე ჩემი კლასელი ამ სოფლელი კაცი იყო და იყო ბოლოს მის ფლობელი რესტორან წისქვილის ფლობელი იყო ეს ჯუმბერი და ხშირად იქ ვიყრიდით ხოლმე მაგას თავს კეიფობდით საუბრობდი ამბავი და ნუ ჯუმბერის მანქანით მაღლაკელის მანქანით წავედი და ჯუმბერი დაждდა ლეჟავა იმაზე იმიტომ რომ ლეჟავა არ სვავდა და ჩვენ უკვე აქედან თვალები ჩავსხეით მანქანაში ხო და ეს ჯუმბერი მაღლაკელიძე ხუმრობდა რომ აიო რას მოვესწარიო სოფლიო რავალზის ისაო რეკორდსმენიო საკუთარ მძღოლად აყვანილი გულაძემ დამირეკა რომ ასეთ ღონისძიებას ვაპირებთ რომ გვინდაო ჯუმბერის ოთახში გადავიხადოთო მისი დაბადების დღეო მეც დაუდასტურე მომეწონა აზრი და შევთანხმდით დღეზე და მოხდა ისე რომ მივახციეთ ამ ამბავს და დღეს ვიმყოფებით აქ და ძალიან გახარებული ვარ აი სუმრები ჩამოვიყვანა ღონისძიება საკუთარ ჩატარდა და რაც კიდევ სუფრა გველოდება და რა ვიცი ძალიან ჯუმბერისაც ძალიან გაიხარდებოდა რომ ყოფილიყო ეხლა ჩვენთან ერთად მოხდა ასე და რა ვიცი ჯუმბერის სულს აუწევთ ჭიქებს და მოვიგონებთ დღეს და აი ესეთი ამბავი იქნება მე მგონი დღევანდელ საღამოზე წიგნით ვნახეთ სადაც თქვენ გეფერებიან ხო ეს მეტისმეტია ჩემი აზრით აი ესეთი რამაზე წიგნი გამოუშვა და გადავხედე და ძალიან ესე იგი ვატყობ რომ გადამეტებულია შეიძლება ითქვას მწვენეა კიდეც რა ვიცი მეტისმეტი რაღაცებია მაგრამ რაც არის პირველ რიგში დიდი მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის მეორე რიგში დიდი მადლობა ყველა აკადემიის წევრს რომლებმაც გაითავისეს ეს დიდი მისია რომ ჯუმბერ ლაჟავას დაბადების დღე 88 წლის გახდებოდა აი აქ წამოვედით და სადაც ის ისვენებდა ხოლმე წავიკითხეთ მასზე ლექსები მოგონებები და ასე შემდეგ პირველ რიგში უპირველესად დიდი მადლობა ბახვა სამხარაძეს ამჟამად მამა ლაზარეს არ ვიცი საიდან დავიწყო ეს არის ძალიან დიდი რთული თემა მაგრამ მაინც რაღაცნაირად მოუყრი თავს იმ თვალსაზრისით რომ ოჯახი სადაც ჩვენ ვიმყოფებით აქ ცხოვრობდა სრულყოფილი ოჯახი კლავდია სამხარაძე და ბახვა სამხარაძე სიყვარულით შექმნილი ოჯახი იყო ჩვენ აქ ხშირად მოვდიოდით ხოლმე მოვდიოდით
რა თქმა უნდა საქმიანი შეხვედრები ჰქონდა და ახლა როცა უკვე კლავდია სამხარაძე ზეცაშია გასაოცარი ის არის ალბათ მე არ ვიცი შეიძლება ხდება კიდევაც რომ მეუღლებმა ფიცი დადეს ერთმანეთზე რომელიც ადრე წავიდო და მათმა აქ ააშენეს ეკლესიასა და სახლ-შორის არის გააკეთებული სათავსოები სადაც უნდა ყოფილიყო ან დედათა მონასტერი ან მამათა მონასტერი რომელიც წავიდოდა უწინ აი იმის შემდეგ ჩამოყალიბდებოდა ეს ყველაფერი მე ბედნიერი იმითაცაა რომ მე ამას მოვესწარი ჩემი აკადემიის წევრები ასეთი მსგავსება ჯუმბელ ლეჟავასთან მიმართებაში მანაც ხომ თავის მეუღლეს და შიულ შარტავას მიუძღვნა ეს 9 წლიანი მოგზაურობა მე დავინახე ამ ცოლ-ქმარში ეს ძალიან დიდი უცხო სიყვარული არა რეალური სიყვარული რაც ძალიან წყურია და აკლია საქართველოს ოჯახებს იმიტომ რომ ძალიან ბევრ დანგრეულ ოჯახებს ხედავ და ძალიან მტკივა როგორც პოეტს და როგორც დედას და როგორც ქართველ ქალს ამიტომ მე წიგნი გამოვუშვი ფიცი მათმა შეასრულეს ფიცი დღეს ჩვენ ბახვა სამხარაძესთან არ მოვედით ჩვენ მამა ლაზარესთან მოვედით რომელიც ვიცი რომ ყოველთვის დაგლოცავთ აქ ჯუმბელ ლეჟავას სული ფეთქავს რადგან ზაფხულობით ის აქ ისვენებდა ხოლმე მე მადლობელი ვარ მე ყველაზე მდიდარი ვარ საქართველოში და თუ შემეკითხებით ან და მე დავსვავ ისევ კითხვას და მე გავცემ ისევ პასუხს იმით რომ საქართველოში მან ჩემში დაინახა ის ქართველი ქალი რომელსაც ენდო და თავის სახელობის აკადემია ერთად დავაარსეთ 3 წელი იცოცხლა გარდაიცვალა და როგორ უხაროდა ხოლმე მას და მეუფეს რომელიც სიონშია დაკრძალული ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემთვის ეს არის რა უნდა ვიცხოვრო ან რა ვიცხოვრი ან რა გავაკეთე ამის ფასი რაც ხელში მიკავია ეს არის მეუფეს ლოცვა მაღლიდან ჯუმბელ ლეჟავას ლოცვა და მათი დიდი ნდობა ჩემს მიმართ სიცოცხლეში როცა ისინი ჩემ გვერდით ტრიალებდნენ